განუსაზღვრელი სითბოს მატარებლები, გულწრფელები და გამორჩეული ხასიათის მქონე ბავშვები. დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზე ვსაუბრობთ. ასე ეწოდება მდგომარეობას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით ყოველი 800 ახალშობილიდან ერთს აქვს. ეს არის რეალობა, რომელიც მსოფლიოში 5 მილიონამდე ბავშვს აქვს. ის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული გენეტიკური მახასიათებელია. მათ დამატებით ქრომოსომა აქვს, რომელიც ცვლის ადამიანის განვითარებას. მშობლებისთვის ორსულობის პერიოდში დიაგნოზის გაგება ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი გამოცდილებაა, როცა გეგმები და მოლოდინები უცებ გაურკვეველი ხდება. მშობლები ხშირად შიში და პასუხგამოცემელი კითხვებით რჩებიან. დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, რომელიც უნდა გამოვასწორო. ეს არის განსხვავებული გზა, რომელიც მოითხოვს მოთმინებას, ყურადღებას და მეტ მიმღებლობას. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სამყაროს განსხვავებული რიტმით სწავლობენ და შედარებით ნელად გამენ განვითარების პირველ ნაბიჯებს. მათ შეუძლიათ სწავლა, კომუნიკაცია, მეგობრობა და დამოუკიდებელი ცხოვრება. ინკლუზიური განათლების შესაძლებლობა მათ სრულფასოვან ადამიანებად აქცევს. ამ განვითარების გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლების ყოველდღიური ბრძოლაა. ხშირად მათ უწევთ შეჯახება სტიგმებთან და ინფორმაციის ძალიან დიდ სიმწირესთან და ძალიან ხშირად არასაკმარის მხარდაჭერასთან. დღეს სწორედ ასეთ ისტორიას მოვისმენთ მშობლისგან, ქალბატონ მაკა ჩიჩუასგან, ჩვენთვის ძალიან საყვარელ ადამიანისგან. მეორე ბლოგში კი უკვე ექიმს, გინეკოლოგ ბელა მეტრეველს დავუსვამთ კითხვებს და სიურპრიზად მინდა და დამეტოვებინა, მაგრამ არ შემიძლია რომ ახლავე არ გითხრათ, ჩემი გამორჩეული, განსაკუთრებული და ყველაზე ძვირფასი სტუმრის შესახებ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება თემო მარგველაშვილი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება, PSP-შია. მედიკამენტების, საკვები დანამატების, თავის მოვლის, პირისღრუს და ბავშვთა პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. მაკა, მოგესალმებით. მადლობა ძალიან დიდი პირველ რიგში, რომ ხარ ჩვენთან და მადლობა შენ, თემო. რო ხარ, მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე ძალიან. თემო უთხრათ მაყურებელს, რომ არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. ყოველდღე მირეკავს და ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე. ეტყვი მაყურებელს, რომ მირეკავ ხოლმე, რაზე ვლაპარაკობთ? მირეკავ ხოლმე ზოგადად. სულ მირეკავ ხოლმე და რა? მიწერ. წერ, ხო, სულ მირეკავს და წერს და მიზიარებს ხოლმე თავის რაღაცებს, მეგობრებთან ერთად როგორ ერთობა. ხო მიყვები ხოლმე? კი, ხო, და მომიყევი, აბა ჯერ სანამ მაკასთან გადავალ კითხვით, შენ სახლში რო ხარ ხოლმე რითი ერთობი, აი რომ მიყვები ხოლმე? დასაკეთებ ხოლმე სახლში. Roblox თამაშობ და შენ იგებ ხოლმე, ხო? ძალიან მაგარი ბიჭი ხარ. მოდი ხა დედიკოს კითხავ რაღაცებს და მე ისევ მე და შენ ვიჭორავთ, კარგი? მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლე. წარმოუდგენელი ბიჭი გყავს თმაკაი. არ ვიცი, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი რომ არის, მარტო იმიტომ კი არა, ძალიან მაგარი ბიჭია. მოდი მოგვიხევი, აი სულ პირველი ნაბიჯები, რომ გაიგე თუ არ ვიცით. ჩვენ ორსულობაში იცოდით თუ არა თემოს დიაგნოზის შესახებ, რომ თემოს ქონდა დაუნის სინდრომი. გაიგეთ თუ არა ეს ორსულობის დროს? ჯერ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის და აი ასეთი ფორმატის გადაცემისთვის, რასაც აკეთებ, ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა თქვენ. ხო, თან ხო ხედავ როგორ ხდება რამდენი აი ამ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები, რომ ბავშვებს წამალი ჭირდებათ, რომ ბავშვებს დახმარება ჭირდებათ, რომ თანადგომა ჭირდებათ. იცი რა, რაც უფრო მეტად საზოგადოებას მიაწვდი ამ პრობლემატიკას. კიდე მინდა ვთქვა, რომ თემომ დამოუკიდებლად გაგიჩნდა, ჩემგან არა. კი, აი ამაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ თვითონ გადაწყვეტა გიპოვა. დიახაც. ხო, ეს საერთო მესენჯერი გვაქვს და
და თითქმის ყოველდღე მირეკავს და ბევრს მეჭორავება, ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ ჩვენ და მე მოვუყვეთ ხომ ახვრებას რეებზე ვლაპარაკობთ ხოლმე. მოვუყვეთ? კი. მოვუყვეთ, აუცილებლად. კაი ბიჭი ხარ ხო და თემას დიაგნოზს რაც შეეხება ჯერ ჩემთვის იყო რაღაცა განსაკუთრებული ჩემი შვილი ხდება წელს 35 წლის. წარმოგიდგენია რომ აი ამ მაშორამ ხელა იყო 23-ის თუ რაღაცა რომ მე გადავწყვიტე და ძალიან მინდოდა ბავშვი. ხო და თემო რომ ჩაისახა და უკვე რომ გავარკვიეთ რომ ნამდვილად ორსულად ვარ წარმოიდგინეთ იმაზე ეხოსკოპიაზე დავდიოდი კვირაში 7 დღე. რაკა გქონდათ რაიმე შიში და არა, ინტერესი და სიხარული რომ იქ ვხედავდი რაღაცა პატარა ჯერსუპაწაწინა რაღაცა იმას მე უკვე რომ ამ გულისცემა მესმოდა და ეს გულისცემა ჩემ გულისცემასთან ერთად იყო ბედნიერესი წამები და წუთები და ნუ აი ესე გმევნებოდნენ რომ კარგი ბაკაზრა ყოველდღე შეიძლება არა მეთქი მე უნდა აი აქედანვე კარგად ვიცნობ და მუცლიდანვე ჩემ შველს და მოკლედ ისე მოხდა რომ იცი რა ეს ადრეს ახლა გითხარი ცოტა ხნის წინ რომ სპეციალური ანალიზი რომელიც 100% ამბობს რომ რა დეფექტი თუ არის თუ რამე პრობლემატურია ნაყოფში ეგ არ გამიკეთებია გენეტიკურ ანალიზს რაც შეეხება ხო გამომდინარე იქიდან არ გავიკეთე თუმცა მე ყველაფერი გავიკეთებ მაგრამ არ გავიკეთე იქიდან გამომდინარე რომ არც კისრის ნაოჭი არც ცხვირის ძგიდე საიდანაც გებულობენ 12-13 კვირაზე რასაც გებულობენ არაფერი მეუბნებოდნენ რომ ყველაფერი არის წესრიგში რომ ნაყოფი არის ფანტასტიკური მართლაც ფანტასტიკურია კი ყველაზე კარგი სხვათა შორის მინდა გითხრა რომ ძალიან კარგია რომ არ ვიცოდი რატო იცი ეს იქნებოდა ჩემთვის აი ორსულობის დროს სტრესი სხვას არაფერს არ შეცვლედით რა სტახვირველია თქმა არა ნუ ახლა მაგრამ სტრესი იქნებოდა რომ ვიცხოვრებდი აი ამ განცდით რომ რა იქნება და როგორ უნდა ვმართო და რა პრობლემას დავეჯახები და ნუ ამისთვის მაინც დავიძაბებოდი მოგვიხები აი ეს პირველი წამი როცა იფიქრე იგრძენი გაიგე რომ თემას ქონდა დაუნის სინდრომი ეს იყო ჩემი ეჭვი ჩემ პედიატრთან ერთად მე მას გავუზიარე ეს იყო სუპირველი რომ დავინახე მიუხედავად იმისა რომ არავის არ გაჩენია ეჭვი ძალიან სიმპათიური იყო ძალიან ესეთი ჩაულებრივი ანუ ესეთი გამოხატული ძალიან აი ხო არის ნუ აქვთ გამოხატული ესა გარეგნობაზე ხო რაც ახასიათებთ მათი დამახასიათებელი ესე არისო მაგრამ მე გამიჩნდა ეჭვი აი არ ვიცი გამიჩნდა და როგორ გაიგე და შემდეგ უკვე გავაგზავნეთ მიუნხენში მგონი გერმანიაში ყოველ შემთხვევაში ეს გენეტიკური ანალიზისთვის კვლევა გავაკეთეთ და სანამ ჩამოვიდოდა პასუხი დრო ჭირდებოდა ამასობაში მე გამოვეწერე და უკვე სახლში ვიყავი და ყველა ამბობდა რომ ძალიან გავს მამას და მართლა გავს მამას ძალიან ხო და მამისაც რაღაც ისეთი უცნაური ნაკვთები აქვს ცოტა გაწელილი თვალები ცოტა გადმოსული და ვამბობდით რომ ეს უკვე რომ გავახმოვანე და ვთქვი რომ მე ეჭვი მაქვს ჩემი პედიატრიც ამყვა მითხრა რომ მეც ცოტათი მაგრამ კაცო ძალიან გავს მამას და რა ვიცი იქნებესა და ნუ აი ეს იქნებდა ეს ეჭვები ბოლოს დასტურდა კვლევით რომ კლასიკური ესა აქვს ტრისომია თავისი დამატებული ერთი საყვარელი ქრომოსომით პატარა თემა როგორ შეხვდი მე ძალიან ესა შფოთით ეს გაგრძელდა ძალიან ცოტა ხანს ოღონდ და შემდეგ უკვე ნუ ახლა მართვა ვისწავლე როგორია იმიტომ რომ უკვე პროტოკოლი არსებობდა და ყოჩაღი ადამიანებს ვინც ეს პროტოკოლი ჩამოიტანა გადმოთარგმნა და ჩვენ დასავლელ და ევროპელ და
ესეთ მოწინავე ცივილურ სამყაროს, პროგრესულ ქვეყნებთან, მაშინ ჯერ კიდევ კარგად იყო ბმა და მიდიოდა ეს პროცესები წინ და თემოს გაჩენამ საერთოდ იცი რაღაცა ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ გიორგი მაგ დროს პრეზიდენტი იყო, პრეზიდენტის მაღალი ტრიბუნიდან მე შემეძლო რომ ყველასთვის მეთქვა რომ ეს რაღაცა განსაკუთრებული რაღაცა არ არის, რომ მშობლებს მიმართავდი რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი შვილები აი ესე თამამად წარადგინოთ საზოგადოების და ყველას წინაშე და აღარ არის პრობლემა სოფო. კი, მე სულ ვამბობ, რომ ეს აღარ არის სტიგმა, რაც ადრე იყო. და ზოგადად აი საზოგადოების მიმღებლობა ძალიან გაიზარდა. თუ ადრე იყო პრობლემა, აი რას გვეტყვი ამასთან დაკავშირებით, რამდენად შეხვედრილ ხარ ამ პრობლემას? აი გეტყვი ახლა მე რა ხდება ესე. ხომ არ გამოგივლია რაიმე ბულინგის ელემენტები? ჩვენთან ეგეთი რაღაცები არ იყო. თან ახლა დაემთხვა კარგად რომ გიორგი მაგ დროს საქართველოს პრეზიდენტი, ნუ მე გესმის სხვანაირად წავიდა, მაგრამ მე ხო ვიცი რა მეც ძალიან აი სიყვარულებს და ჩამხუტებელი და ამ ხელას ითმოდა სიკეთე რომ მოაქვს ხო ესე იგი ღმერთმა ეს ბავშვები მოავლინა აი ამისი ყველა არ ქვიოთ მათ მზიშვილები არ მიყვარს ეგ არა ჩემი შვილია და არანაირი მზიშვილი არ არის ხო არ მომწონს ასე რომ მაგას მზე არის თვითონ ხო თვითონ არის მზე და არანაირი მზიშვილი არ არის თემო არის ჩემი და მამას შვილი და არის ძალიან ჩემი მეგობარი და სოფოს მეგობარი ხო ხარ ჩემი მეგობარი და ჩემო სიცოცხლე მაგრამ რას გასწავლის თემო აი იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ თემო ძალიან აი სიღრმისეულად ხედავს სამყაროს და მე პირადად გამოვცადოს მასთან ურთიერთობაში რას გასწავლის ყოველდღიურად იცი რა არის თემოს დიაგნოზი ეს ზედმეტი ქრომოსომა სხვადასხვანაირად აისახება სხვადასხვა ბავშვებში ესეც ინდივიდუალურია თემოს შემთხვევაში ჯანმრთელობის მხრივაც აი 80%-ში დაუშვათ თითქმის 80%-ში გულის მანკი ეს არის ქოშანთქოში არ ყოფილა პრობლემა რაღაცა პატარა სარქოლთან იყო პრობლემა რომელიც მალევე დაიხურათ მოგვარდა მხედველობა სმენა ნუ ბევრი კი პრობლემატურია ამიტომაც იყო ჩემთვის შფოთი რა თქმა უნდა მაგრამ რადგანაც მართვა უკვე შესაძლებელია ისე რომ გაიარო პროტოკოლი შეამოწმო ყველაფერი სახსრები მენჯი ბარძაყი ასე შემდეგ ნუ ძალიან ესეთია ვრცელია ჩამონათვალი მაგრამ თემოს შემთხვევაში გაგვიმართლა მადლობა ღმერთს რაღაცნაირად ესე ყოჩაღად განვითარდა თემოს აქვს ამ ეტაპზე ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა რაც დაუნის სინდრომთან ახლავს იცი რა ღეჭვა ჩვენ ძალიან დიდი ხანი დავდიოდით ელენესთან რომელიც დამეგობრდა მერე თემოსთან ღეჭვის თერაპიაზე ხო აი ეს იყო მართლა პრობლემური რაც იყო დღემდე ცოტას თუმცა რაღაც კატლეტებს ხომ მეერწმევ ხო გიყვარს კატლეტი ხო კიდე რა გიყვარს მარტო კატლეტი გიყვარს არა ნუ ამბობ ხა გაიხსენე ანა ესე კაი ნუ შენ შეგიძლია მითხრას შენ დასათმელები გიყვარს არა არაფერი იცი რა არ უყვარს ვინაიდან აი ეს მისიღებ მეც ეგეთი ვარ მეც არ ვჭამ საჭმელი კეთყობა არ მიყვარს საჭმელი ხო არც მოკლედ ეს არ არის ხა თომა როგორც გაივლის გამოივლის შოკოლად ჩაიგდებს პირში და პეჩენიას და იქ რაღაცა შანსი არ არის თუ არ დაუდგი ის საჭმელი რომელიც მისი ბატონო მეც მისი საჭმელია არ ანუ ეს პრობლემა არის და ნამდვილად არის პრობლემა და სუპაწაწინა რო იყო გადაცდა რძე და გაშავდა ეს იყო რამდენიმე დღის ბავშვი რომელიც ხელში მაკვდებოდა სოფო და მე ძალიან ყოჩაღი ვარ არ ვიბნევი ეგეთ დროს და სწრაფად გადავატრიალე უცებ დავურეკე ექიმს და კიდე რა გავაკეთო თქო და ნუ ეს ზურგზე ესა და ნუ მალევე სამოვიდა მალევე ხო მაგრამ შავი იყო ბავშვი ხო შემხელი რა ის პრობლემები რასაც აწყდებით ყოველდღიურობაში ჯიუტია და სხვათა შორის ეს მათი დამახასიათებელი თვისებაა პრინციპში არაფერი სულ ვეუბნები რომ მასწავლე როგორ შეგიძლია ესე გიყვარდეს სამყარო ადამიანები მასწავლე უთბილესია ნამდვილად მაგრამ რამდენად პირობოთ შეუძლია რომ აი ესე ბოლომდე გახსნელი
უცებ გაჯიუტდება მერე და გიждდებაო. როგორ მიიღო თემა სკოლამ, ბაღმა, აი ეს რომ იცი რა, ბაღში თვითონ არის არა, იმიტომ რომ რადგან ამას ყვების პრობლემა იყო, ნუ იქ კი წავიყვანე რამდენჯერმე, მაგრამ ბაღში მეც არ მივლია და თუმაც აპროტესტებდა ბაღს. ესე რომ თომა, მოდი ერთი წუთი ჩვენთან, მოდი. აუცილებლად ჩემთან მოდი რა. თომა უნდა გავაცნოთ აუცილებლად მაყურებელს. თომა არის თემას ძმა. ხა. რომელიც როგორც ვიცი არის ძალიან ნიჭიერი, ძალიან მაგრად თამაშობს ფეხბურთს. მე ესეთი ამბები გავიგე. გვეტყვი თემას შესახებ გაბრაზებს ხოლმე? გაბრაზებს? მითხარი რატომ? ანახა მე მოდი ვითამაშოთ და არ გეთამაშება? და რატო ეგეც რატო არ გეთამაშება? ინტერნეტულს სამყაროში არის მარტო ჩართული და მე წარებში. Roblox-ი შენ არ გიყვარს? 1000 შერი ვთამაშობ ხოლმე რა. ერთი ჩვეულებრივი დღე თემოს და თქვენ ცხოვრებაში მოგვიყევი. ნუ ჩვენი დილის ტუალეტი გვაქვს ეგეთი, რომელიც იწყება ვასმევ ეუთიროქს 25-იანს ყველაზე და იმიტომ რომ კი ნორმაში ქონდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ რადგანაც დაუნის სინდრომია, რადგან ეს მაინც მიგვეცა. არ იყო არაფერი დარღვევა, მაგრამ შესაძლებელია მაგ დროს, ნუ აი მე ხო, ამიტომ ეუთიროქსი მერე ნახევარსაათში ყვება, ამ ნახევარსაათში დილის ტუალეტში მიდის ყოველ დილას. თვითონ ახერხებს აი კბილების გამოხეხვას. იცი რა, მე თავს ეხლა უკვე ახერხებს, თუმცა ჩაბანა რაღაცა ეს ჩემზეა ყველა შემთხვევაში. ყველაფერში მე უნდა ვიყო, კბილების გახეხვასაც ახერხებს, ხელები დაიბანე, ხელებსაც იბანს, ფისი გააკეთე, მიდის და აკეთებს, მაგრამ ამ ფისიზე გაჭედვა აქვს რა, მაინც აი ბოლომდე უნდა მიიყვანოს, ეზარება. აი იცი რა, როგორ ბოლომდე რო უკვე ვაი ჩქარა და გარბის ხოლმე. ცოტა შეიძლება სხვა ბავშვებსაც აი დაუნის სინდრომის და არა მხოლოდო მე ხო მითხრეს, თომა არ არის ესე უბრალოდ. მაგრამ არა მხოლოდო. სხვა რაღაცით არის დაკავებული და ეზარება. ნუ იცი რა არის, აი ძალიან დიდ დროს ატარებს ინტერნეტ სივრცეში. აი რას აკეთებს მთელი დღის განმავლობაში, შემდგომ დილა გავიარეთ, ის აი ეს დილა აუცილებლად აი ესე გასავლელია ფაფამდე სანამ მივალთ. მერე იღებს iPad-ს, ჯდება და აი ნუ თუ სადმე არ მივდივართ, გასვლითი ტური თუ არ გვაქვს ერთად. არაფერი არ უნდა იმის გარდა, რომ იქ ითამაშოს, იქ მუსიკას მოусმინოს, მერე ჩაწეროს თავისი სიმღერა, მერე რაღაცა ემას თვითონ როგორც უნდა ეს ამ iPad-ის სამყაროში ცხოვრობს. ოღონდ სხვადასხვანაირად იყენებს. ან დადებს და ცეკვავს რაღაც სიმღერაზე, ან შეიძლება ღამეს და თომას ქონდათ ფეხბურთს რა სიმღერაზე თამაშობდნენ, გახსოვს? შაკირა რო ფეხბურთელებს უმღერის. მართლა? იცი ეგ სიმღერა? და თამაშობენ ფეხბურთს, მაგას ჩართავს და მაგ სიმღერაზე თამაშობენ ფეხბურთს სახლში. გარეთ გასვლა დიდად არ არის. ადრე ძალიან არა და თქვენ ცხოვრობთ დუშეთში, სადაც გაქვთ არაჩვეულებრივი ეზო, არ გადის გარეთ? ნუ აი თუ რაღაცა ერთად გავედით და ვთქვით რომ აი ხა რაღაც იქ ისე შეეჩვია თან ზამთრის პერიოდში იქოთ სივა. და აი დიდად ისა და ამ ზამთარში რო ზის ამ iPad-ში მერე შედის და ხო იცი როგორი შემატყუა, ნუ შეთხოვება ის ბავშვების 95% თუ ძალიან რაღაცა აქტიურად არ დაყავთ აქეთ იქით სხვა მასწავლებლებთან, სკოლაც როგორ იცი ასისტენტი ყავს, თორე არ გაჩერდება ისე. ისე გადის სკოლაში? დავდიოდით სკოლაში ასისტენტი. უწყობენ სკოლაში. არ აქვთ სათანადო განათლება იმისი, რომ აი იცი როგორ არის, ძალიან უყვართ, ძალიან თბილი და კეთილგანწყობილი გარემოა მის მიმართ. ამასაც უყვარს თავის მასწავლებლები. თემ გიყვარს სკოლა? არ მიდევარ ხოლმე. არ მიდიხარ ხოლმე რატომ? დავთქარი. დაამტკნარებ, ვითომ გეგვარე. რა თქვი? ამთვალე. არ იტყვი? ამთვალე. ვერ გავიგე რასა. ამთვალე. არ ამტკნარე? არა.
არ ვიცი რა სამოს ხო რაღაც დილას ეძინება და მაგეთო არ ხო იმიტომ რომ შენ გვიანობამდე იჯექი და ხოლმე დილით გეძინება ხოლმე ხო? თან რა მოხდა იცი ასისტენტი რომელიც მასთან მუშაობდა გააჩინა შვილი და გავიდა დეკრეტულ შვებულებაში ამასობაში სხვა ასისტენტზე რო გამოცხადდა გაუჭირდა მშობლება არავინ არ გამოჩნდა გეუბნები კადრები არის ცოტა თან ეს დროებითი უნდა ყოფილიყო და დროებითზე არავინ არ მოვიდა მოკლედ არ არის ჩვენი განათლების სისტემა ადაპტირებული. შვენიერი ინკლუზიის ეს იყო განათლების სამინისტროში, ისიც მიხურეს, ხალხი გაუშვეს. სოფო აი რასაც აკეთებდა ევროპა და ხო დასავლეთი იმისთვის რომ განვითარებულიყო და იმ გზით წასულიყო და სწრაფად დავწეულიყავით მიდიოდა ეს პროცესი. აბა ეხლა ნახე რა ხდება, ნახე რა ვერ ხედავ. ამიტომაც მე ვდარდობ, იმიტომ რომ ესეთი ბავშვები გაჩნდებიან, ესეთები სხვანაირები, ანუ განსხვავებული ბავშვებისთვის ეს სივრცე თანდათან ვიწროვდება. ხო და აი სამშობიარის დროდანვე რომ აი ეს დადებითი ემოცია მიცენ ახალ დაბადებულ ბავშვ დედას რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ახალი სიცოცხლე შვა ხო აი ეს არის პირველი ნაბიჯი მე ყველა დახვდეს ამას და შეხვდეს იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად ვპასუხობდი კითხვებს მიირეკავდნენ მშობლები ყველაზე ხშირად რა კითხვა ქონდა მათ ერთ-ერთი იყო რომელმაც ძალიან დამადარდიანა რომ ხო გეუბნებოდი რომ არ გაგეჩინა ეგ შვილი დედამთილი მეუბნებაო რომ ეს ბავშვი ცოდო არ არის უფროს ბავშვზე წარმოგიდგენიათ რა გარემო შექმნა რომ ცოდო არ არის რომ ეს ავადმყოფი ბავშვი და იყოს მის გვერდზე და აი ამ ემაში იცხოვროს ისიც ჩართო წარმოგიდგენიათ ის რომ თვითონ რო დეგენერატია იმას ესა და ისიც კი ჩართო ის პატარა ძმა თუ და აღარ მახსოვს და მე ეს გოგო გაიქცა შენ რაკენი გააქციე ჩემი შვილის სახლიდანო ის ქმარი ხო გაიქცა ეს გოგოც ნუ მერე დატოვა ის სახლიც და ეს არის ძალიან ხშირი მოვლენა რეალობა სამწუხარო რეალობაა დღეს ეს საკმაოდ მე ძალიან მყარხარ ხო და ამიტომ იცი რა არის აი ეს ცნობიერების ამაღლება რას ნიშნავს თავიდანვე რო გითხარო აი ეს გადაცემა ემსახურება ვიღაცა სხვა მერე ტელევიზორიდან იტყვიან მერე მე ვლაპარაკობდი ამას უკვე იმ ტრიბუნიდან ჩვენ ეს ბავშვები გიორგიმ დაპატიჟა 21 მარტს ხო იცი რომ ბავშვების დღე არის დაუნისიერტო საერთაშორისო დღეა ხო და ამასობაში იცი რა თანდათან ეს იქნება უკვე აღქმა გაჩნდება იმისა რომ პირიქით ინკლუზია აუცილებელია სკოლაში და ყველა პროგრესულმა ქვეყანამ ამაზე თქვა რომ კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ტიპური ბავშვებისთვისაც სასარგებლოა და ამათთვისაც ძალიან აუცილებელია იმიტომ რომ ეს უნდა ინტეგრირდეს სოციალიზაცია უნდა იყოს აქტიური და რა ვიცი მე ცოლები მოყავთ შვილები ისინი ოჯახდებიან მუშაობენ ვიცი კაცო ვიარე და ვნახე მე ეს ხალხი და შევხვდი მათ და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა უკვე აღარ არის ეს არ თუმცა იქ ქვეყანაში ეს ასე უნდა იყოს იქაც იყო დიდი პრობლემა იმიტომ რომ როცა ეჯახები იმას რაც არიცი მერე კვლევები დაიდო ყოველ წელს იცვლება სოფო კვლევები მაგრამ შენი ცხოვრება როგორ შეიცვალა თემოს გაჩენის შემდეგ? მე ძალიან დავიღალე ზოგადად, ხარ შემიძლია მართლა. იმიტომ რომ ძირითადად ადრე ხო ძიძა რაღაცა ესა, მაგრამ ეხა ესენი დიდები არიან, აღარ ის ძიძაა, ხო? დამხმარეც კი როცა აღარ ყავს და ხარ ფეში აი ეს მღლის ძალიან, მაგრამ შეიცვალა ძალიან ბედნიერებაა, ნუ, პროსტა იცი რომ უნდა დაიღალო, იცი რომ დიდი ძალის ხმევა უნდა ჩადო, იცი რომ შენ თავს აღარ ეკუთვნი და ეხა მაშო ხო ამ ხელა გოგოა, ფეხზე მქონდა გადადებული და საერთოდ აღარ მჭირდებოდა არაფერზე ზრუნვა, იმიტომ რომ მაშო მუშაობდა კიდეც ზოგადად ბავშვს რომ აჩე ხო
იქ შენი თავისუფლება უკვე ძალიან ესეთ ხო მოკლდება შენი მთელი დღე ეკუთვნის თემას. არა მარტო თემას, ზუსტად ისევე თომას. თომას. თომას უფრო, იმიტომ რომ ის ბევრად აქტიურია. და ეს კი მეძებ უჭირავს ის iPad-ი და რაღაცა და არა, ორივეს. მთელი ჩემი ესა და აი სულ მინდა რომ ეხა რომ ჩვენი ყოფილი ძიძა რო ჩამოვა მეხმარება რა სახში, სხვა ვერავინ ვერ მომყავს. უცხო უკვე ვეღარა, ამათთან უცხო. რომ მე უკვე რაღაცა ცოტა უფრო გავაქტიურდე ჩემ საქმიანობაში, იმიტომ რომ მე თვითონაც აქტიური ადამიანი ვარ. და აი ფლიანად ვეკუთვნი არავინ უარყავს დახმარა. ხა გიორგი ხო ვერ დამეხმარებას ისეთ რაღაცეებში, რაც ახლა მე თან არც და ვერც დავეხმარებ, იმიტომ რომ მე ვიცი ის როგორ უნდა გავაკეთო. ხო და ესე არა, მოკლედ თემო შევაჯამოთ, მაკა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, რომ ვინც შენი გზის გავლას იწყებენ ახლა. მათ ურჩიე როგორ უნდა გაალამაზონ მათი ცხოვრება. დედებს, რომლებსაც სულ რამდენიმე ხანია შეეძინათ დაუნის სინდრომის მქონე ესეთი ვარსკვლავები. რას ეტყვი? როგორი უნდა იყოს მათი ცხოვრება და როგორ უნდა გაალამაზონ ცხოვრება? არ უნდა და არაფერი ის რაც საჭირო არის და რაც მოცემულობაა დაიწყონ პროტოკოლით მიცენ ბევრი სიყვარული როგორც სხვა დანარჩენ შვილებს თუ არ ყავთ შვილები მთელი სიყვარული ჩადონ იმ შვილში და არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ მუდმივად იყვნენ აი როგორ მდგომარეობაში იცი რომ აკმირდებოდნენ თავიანთ შვილს რა ჭირდება ჩაერთონ იმ პროგრამებში რომელიც დაუნის სინდრომის ბავშვისთვის არის მოცემული სულ დააკვირდნენ რომ რა ნიჭია მასში რომ ის განავითარო როგორც სხვა შვილებში ზუსტად ასევე ხა თომასაც ვაკვირდები რომ კიდე აბა რა აინტერესებს აბა რა მოიწონს ძალიან კარგი ექიმი არსებობს ეგეთი ირაკლი რცხილაძე რომელმაც აი პირველმა ყველაზე დიდი იმედი და სწორი გზა მაჩვენა რომ თუნდაც ესეთი სახით მითხრა რომ რა ვიცი მე რას მეტყვი მეთქი ირაკლი ზუსტად ესე რა რომ აი ამ ბავშვთან მეთქი როგორ არაფერი დააკვირდი რა მოწონს რა ნიჭი აქვს როგორ უნდა ესა და ჩადე აი ამ ადამიანში ცოტა მეტი ძალის ხმება ვიდრე ტიპურ ბავშვში და მიცეს საშუალება რომ იმიტომ რომ სწავლით უფრო ნელა სწავლობს უფრო მეტად უჭირს სწავლა მაგრამ სწავლობს მაინც დღეს თემო წერს კითხულობს ბავშვი მეტყველებს გაგები მხერის ცეკვავს რა ვიცი რა ქნას მეტი ვერ გავიგო კი ნამდვილად ასია დღეს თემო წერს კითხულობს მღერის ცეკვავს თამაშობს ფეხბურთს თამაშობს რაც თავარია თემო Roblox ხო ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია კი თამაშობს Roblox მირეკავს ხოლმე მემეგობრება თავის აზრებს მიზიარებს თემო იცი რა არ დაკომპლექსდნენ მშობლები რომლებსაც იცი რა მე ვნახე შემხვდნენ აი პორტიჯიში ვატარებდი ადრეული განვითარების ცენტრი არსებობს ეგეთის ილიადან რო გამორეკეს ეს ბავშვები ილიას ემი და ნინო ცინცაძის 15 წლის წინანდელი დაარსებული. შეიძლება მეტისაც უკვე ამერია სათვალავი, იმიტომ რომ თემო 11-ის არის, ის უკვე არსებობდა 20 კვადრატულიდან დაიწყეს და გაზარდეს და მადლობელი მშობლები და მოყავდათ. ნოჟე, წარმოიდგინე, ესე იგი ამ ბავშვებს, რომლებსაც ჭირდებათ მეტად დახმარება, მეტი გამოცდილება, რაც არსებობს მსოფლიოში, მათთვის უკვე შექმნილი პროგრამები აი ეს არის რა ძირითადი თორე დანარჩენი ყველაფერს შეძლებს და დანარჩენი არის ყველაფერი ისა როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაში აბსოლუტურად სოფო და არის ბედნიერება მაგრამ ნუ დაკო იქ ხედავდი მშობლებს რომლებიც იყვნენ დაკომპლექსებული იმისგან რომ აიმე ჩემი შვილი ენა ამათ ხო კონთოვანი სისტემა უფრო ესეთი აქვს მოდუნებული აიმე ენა ნუ გაქვს გადმოგდებული რა ცირა მერე თანდათან ხვდები რასთან გაქვს საქმე და ხარ ბედნიერი
მართლა აი სრული პასუხისგებლობით ვამბობ, რომ არის ბედნიერება. უბრალოდ ჭირდება მეტი სოციალიზაცია და ინტეგრაცია იმ გარემოსთან, რაშიც მე და შენ ვინტეგრირდით, ზუსტად ისევე რა, ზუსტად ასევე ჭირდებათ. კაი. ქვეყანა თავისუფლება დღეს ჩვენის This was glory amor this amor is the what in the past the but is prepas is the past ხაჩა აუ რა კაი აი ბოლოს მაინც ემღერა ხოჩა ყველას მოეწონა იმნი ყველა გარიზდა და მალე შენ ამას ნახავ YouTube-ზე იცი კიდე იცი კიდე რამე სხვა არ იმღერებ კიდე ხო არ იმღერებ საწახ უნდა ჩამეხუტა ვაიმე კიდე ხო არ იმღერებ რამეს თემ შო ეგი ხო შენი იმნი დაამთავრე ჩვენი გადაცემა და მოდი მაყურებელს ერთად დავემშვიდა ბოთო ერთად ხო არა ვაიმე როგორ მეპროფექციონალ დავემშვიდობოთ თომას მაკა ძალიან დიდი მადლობა აი არ ვიცი აი ამ საოცარი დღისთვის მადლობა ასეთი ბიჭისთვის აი ბოლოს ხო მაინც გვიმღერა ძალიან მაგარი ბიჭია ძალიან მაგარი და მეგობრებო აი ასეთი საოცარი თემა ყავს ჩვენ ყველას და დავემშვიდობოთ მაყურებელს მოდი აი კამერაში ხელი დაუქნიეთ არ დავემშვიდობ არ უყვარს დამშვიდობა კიდე უნდა მოხვიდე ხო ჩვენთან ხო მოხვალ კიდე კი შო დაფიქრდა და კეო კიო მაკა უღრმესი მადლობა მადლობა შენ საოცრება ხარ მართლა საოცრება ხარ ყველანაირად და ყველა მხრივ მადლობა ყველაფრისთვის მადლობა დღევანდელი დღისთვის და აუცილებლად ხშირად უნდა გვესტუმრეთ აუცილებლად მე ვუსურვებ შენ გადაცემას ძალიან ისეთ უფრო კიდე გაშლას და უფრო დიდი მადლობა ესა და შენ რა თქმა უნდა ხო ისედაც ყველა შემთხვევაში წარმატებას და ჩვენ ქვეყანას წარმატებას აი რაც ახლა პრობლემები მოვყევი მე და არა მარტო დაუნის სინდრომზე და არა მარტო დიუშენი და არა ჩვენ ყველას გვჭირდება სახელმწიფოსგან მხარდაჭერა აუცილებლად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემურად გამართული ეს ყველაფერი კი ძალიან დიდი მადლობა და ბედნიერად ქალბატონებო მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ხართ ჩვენი სტუმარი ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენაირი ექიმის სტუმრობა ქალბატონებო გითხარით რა არის დაუნის სინდრომი და რა იწვევს მას მოგესალმებით სოფო ძალიან დიდი პატივია ჩვენთვისაც ასეთ რეიტინგულ გადაცემაში რომ მომიწვიე ეს გადაცემა მართლა დაწერს ძალიან მაღალ ქულას და მე მიხარია რომ დღეშენთან ვარ. დიდი მადლობა. რაც შეეხება დაუნის სინდრომს. დაუნის სინდრომი ეს არ არის დაავადება, ეს არის ადამიანის მდგომარეობა და ეს მდგომარეობა განაპირობებს ქრომოსომულ გადალაგებას. როგორც ვიცით, ადამიანს აქვს 46 ქრომოსომა, 23 ცხრილი ქრომოსომა. რაღაც ეტაპზე ხდება 21 ქრომოსომის გასამება, ანუ არ წყვილდება და ის გასამდება ტრისომიას ვეძახით ამას და ასეთ შემთხვევაში ადამიანს აღმოჩნდება 47 ქრომოსომა, რაც იწვევს ზუსტად დაუნის სინდრომის ბავშვების მოვლენას ამ ქვეყანაზე
და ესენი არიან ძალიან ტკბილი და ძალიან საყვარელი მზის შვილი ბავშვები. ძალიან ჩვენ აი თქვენ სანამ სტუდიაში შემოხვდებით, სწორედ ჩვენთან სტუმრად კი იცით, იყო თემა, რომელიც აი საოცრება, მართლა საოცრება და ასეთები არიან ისინი ყველანი და რა ვიცი, მადლობა თქვენ რომ ასე გულისხმიერად უდგებით თითოეულ პაციენტს და ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის თქვენი აზრი, რა იწვევს დაუნის სინდრომს, თუ არსებობს რაიმე გამომწვევი, რაც ვიცით. საქმე იმაშია, რომ გამომწვევი დაუნის სინდრომის არ არსებობს. დღესდღეობით შესწავლილი ეს თემა არ არის. არსებობს რაღაც მითები ასაკთან დაკავშირებით, რომელიც დღესდღეობით ძალიან საინტერესოა. ბევრი ამბობს, რომ 30 წლის შემდგომ თუ ქალი ფეხმძიმდება, არის რისკი, რომ ბავშვი იყოს დაუნის სინდრომის მქონე. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს მითია თუ რეალობა? მე ვფიქრობ, რომ ეს მითია. რაც შეეხება ასაკს, 30 წლის შემდეგ უფრო მეტი მშობიარობა არის პროცენტულად და შესაბამისად შეიძლება მხოლოდ ეს განაპირობებდეს იმ მაღალ პროცენტს, თუ დაუშვათ მოხდა დაუნის სინდრომიანი ბავშვი ამ ასაკის მშობლებში. რაც შეეხება იმას მიზეზი არ არსებობს, ჩვენ არ ვიცით მიზეზი. მიზეზი არის აბსოლუტურად გენეტიკური აუხსნელი მოვლენა, რომლის შედეგად ეს ბავშვები ჩნდებიან. ეს საოცარი ბავშვები. ეს საოცარი ბავშვები, დიახ. როგორ აღმოვაჩინოთ დაუნის სინდრომი ორსულობის დროს? ნახეთ, ორსულობა ეს ხომ დიდი ბედნიერებაა. ქალი ორსული მეუღლესთან ერთად თუ მარტო მოდის ექიმთან და რაღაც გარკვეულ ვადამდე ჩვენ ვაკვირდებით მის ორსულობას, ვაკვირდებით ნაყოფის გულის ცემას, ვამხნევებთ ძალიან ბევრ თუ ეს პირველ მშობიარი არის, რა თქმა უნდა, ვამხნევებთ უფრო მეტად და ვასწავლით ძალიან ბევრ მოქცევის წესებს ორსულობის პერიოდში, მაგრამ ის საოცრება გარკვეულ ვადაზე, როდესაც ჩვენ უნდა შევუმოწმოთ ქალს ულტრაბგერით იკვლევით, ეხოსკოპიით, რომლისთვის უფრო გასაგებია. ეხოსკოპიით, კი ბატონო, ეხოსკოპიით 11 კვირიდან 11-13 კვირამდე ვამოწმებთ კისრის ნაოჭს და ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ კისრის ნაოჭი არის 2.5-3 ნორმაში თუ არის უფრო მეტი. აი, აქ იწყება უკვე ეჭვის აღება. ეს რა თქმა უნდა არ არის ზუსტი დიაგნოზი, ამ დროს ჩვენ ზუსტად ვერ ვსვამთ, ეს სკრინინგული მეთოდია. ვაგრძელებთ ჩვენ სკრინინგულ კვლევებს, სადღაც მეორე ტრიმესტრის, ეს არის 3-მაგი ბიოქიმიური ტესტი, 4-მაგი ბიოქიმიური ტესტი. 3-მაგი ტესტი და 4-მაგი ტესტი, რასაც გენეტიკურ ტესტს უწოდებენ? გენეტიკურ ტესტს უწოდებთ. არის პაპა ტესტი, არის ქორეგონის ტესტი და ასე შემდეგ, მაგრამ ესენი ყველაფერი ითვლება მხოლოდ სკრინინგულ ტესტს. თუ უნდა გამოვიკვლიოთ ზუსტი დიაგნოზი, თუ უნდა დაისვას, თუ ამას ითხოვს ქალი, ამ შემთხვევაში უკვე ვაკეთებთ დიაგნოსტიკურ ტესტებს და ეს კეთდება სადღაც 13 კვირაზე, ნაყოფის ბუსუსების აღება, პლაცენტის ბუსუსის აღება და ამნიოცენტეზი. ეს ხდება, ეს ინვაზიური მეთოდია, შევდივართ ნემსით შევდივართ მუცლის ღრუში. დიახ, ვიღებთ ამნიოტიკურ სითხეს და ვიღებთ ბუსუსებს და ამის შემდეგ უკვე ეს მეთოდები უფრო დამადასტურებელია, რა თქმა უნდა და დიაგნოზს 100%-ით გვეუბნება, თუმცა გარკვეულ რისკებთან არის, რომ მოშლა არ გამოიწვიოს ორსულობის. რაც შეეხება აი ამ უფრო დიაგნოსტიკურ მეთოდებს, ყველა ქალი არ თანხმდება ამას. ეხლა წამოვიდა ის ტენდენცია, რომ ქალი, რომელსაც აქვს ეჭვი დაუნის სინდრომიან ნაყოფზე, არ წყვეტს ორსულობას. ძალიან მიხარია, სწორედ ეს კითხვა უნდა დამესვა. თქვენი გამოცდილება მოგვიყევით, მაშინ, როდესაც ორსული იგებს, რომ ელოდება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს. აი, თქვენი გამოცდილებით ყველაზე ხშირად აი რა რეაქცია არის ხოლმე და აი ორსულის
მდგომარეობა ამ დროს, აი რას ხედავთ ამ დროს? აი ასეთ დროს, აი ბმა ექიმისა და დედის შორის არის ძალიან ფაქიზი. ჩვენ ექიმებს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ასეთ შემთხვევაში, რომ სწორად მივიტანოთ ინფორმაცია ასეთ ბავშვებზე, სწორად მივცეთ მომავალი რეკომენდაციები, რა შეიძლება ელოდნენ და როგორ უნდა განვითარდეს მათი ცხოვრება. მაგრამ ჩვენ ვერ ავიღებთ ჩვენ თავზე და ვერანაირად ვერ ურჩევთ ქალს დაუშვათ გადაწყვიტოს რადიკალურად ამ ნაყოფის ბედი. ეს მხოლოდ მშობლის პრეროგატივაა, მხოლოდ დედა და მამა წყვეტს. მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ბოლო პერიოდში ძირითად შემთხვევაში ორსულობა გრძელდება და აი იმ დიაგნოსტიკურ ტესტებსაც, რომელსაც მე ვამბობდი და რომლებიც იწვევს თუნდაც ნაადრევ მოშლას შეწყვეტას ორსულობის, ასეთ შემთხვევაში უარს ამბობენ ქალები. რაც შეეხება თუ ასეთი ტესტები არ არის ჩატარებული ორსულობის პერიოდში, შემდეგ კარიოტიპს ვაკეთებთ უკვე მშობიარობის შემდეგ. დიახ, ისე მაინტერესებს, როგორი არის აი გაიგო ორსულმა, რომ ელოდება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს. აი როგორ გრძელდება ორსულობის მართვა? ეს არის ჩვეულებრივად გრძელდება როგორც სხვა ჩვეულებრივ შემთხვევაში, თუ რამე განსაკუთრებული სპეციფიკური მართვა ჭირდება ასეთ ორსულს? აბსოლუტურად ჩვეულებრივად მართვა მიდის ორსულის, როგორც ჩვეულებრივ ნაყოფზე მიმდინარეობს, არანაირად არ განსხვავდებიან ეს ბავშვები უცლად ყოფნის პერიოდში სხვა ბავშვებისაგან. ჩვეულებრივად მართავთ, ერთადერთი პრობლემა არის აქ დედის შიში. აი თვალებში ჩამდგარი შიში, რომელიც ჩვენი მიზანი რა არის, რომ ეს შიში აღარ დავინახოთ, რომ და მე ვიცი ბელა, ბოდიში შეგაწყვეტინეთ, მე არ შემიძლია რომ ძალიან დიდი მადლობა არ გადაგიხადოთ იმ ათასობით ფერძიმისგან, რომლებიც მე ყოველდღიურად უყურებ თქვენთან. კლინიკა პირველში, როდესაც თქვენთან მოდიან და მე სულ ხედავ თქვენ დამოკიდებულებას, თქვენ აი საოცარ დამოკიდებულებას თითოეული ფერძიმის მიმართ და ეს არის მართლა რაღაცა სანახაობა. ის თუ როგორ ებყრობით თითოეულ ორსულს, როგორ უდგახართ გვერდში, ამ აი ყველაზე მათ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დროს. მე არაერთი ორსული მინახავს, რომლებსაც გარკვეული პრობლემა ქონია თქვენ მოგმართეს და ფაქტიურად აქედან მიდიან დამშვიდებულები, ბედნიერები, გალაღებულები და მართლაც რაღაც განსაკუთრებული უნარი გაქვთ ამის და ძალიან დიდი მადლობა თქვენ. აი ამ საოცარი პროფესიონალიზმისთვის უპირველეს ყოვლისა, რასაც აი არ ვიცი, თითოეულ პაციენტთან მიმართებაში ვუყურებ თქვენი მხრიდან და უდიდესი მადლობა ამისთვის. რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ აი ამ მდგომარეობის შესახებ, რაზეც ახლა ვსაუბრობთ? ხეთ ჩვენ ხო ვსაუბრობთ, რომ დედები უფრო აქტიურობენ შიშის გარეშე, დიდი ფათერაკების გარეშე, მომავლის ზედმეტი პრობლემების ფიქრის გარეშე აჩენენ ამ ბავშვებს. მაგრამ რა ხდება საზოგადოებაში? საზოგადოება სამწუხაროდ არ არის ისე მზად, როგორც უნდა იყოს ამ ბავშვების შესახვედრად. საზოგადოებაში არის სტიგმა. მაგრამ ალბათ მეტნაკლებად ახლა კიდევ იმდენად აღარ არის რამდენადაც ეს არ არის ისე როგორც იყო წინათ, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ეს სტიგმა და ამიტომ ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი ფსიქოლოგების, პედიატრების მიზანი არის, რომ ეს სტიგმა დავანგრიოთ, რომ ეს კედლები დავანგრიოთ და მითები დაამსხვრიოთ. აი რა მითებია ყველაზე მეტად, აი ყველაზე ხშირად ორსული, აი რა კითხვით მოგმართავთ, რომ აი რა პრობლემას ელოდებიან, რას ელოდებიან, აი ყველაზე ხშირი აი მითი, რასაც აწყდებით აი ამ დროს. მხედველობაში თუ გაქვს დედის მიერ დასმული კითხვა, მაშინ დედას პირველ რიგში აინტერესებს
ამ ბავშვის დაბადების შემდეგი მდგომარეობა, რა შეიძლება დამატებით, ხომ არ შეიძლება რაღაცა დამატებით კიდევ რამე ანომალიები ქონდეს ნაყოფს, როგორ მართოს ასეთი ბავშვები, სად შეიძლება მათი სწავლა განათლება. სამწუხაროდ ჩვენთან ეს ინკლუზიური სწავლება არ არსებობს, ეს ინტეგრირებული არ არიან ეს ბავშვები და რანაირადაც არ უნდა ვეცადოთ, როგორც არ უნდა ვიყოთ მონდომებული ჩვენ ყველა საზოგადოება ვერ მივახციეთ იმას, როგორც ხდება დაუშვათ ევროპაში, რომ ეს ბავშვები კიდევაც მუშაობენ, კიდევაც სწავლობენ, ხელოვნებაში ჩართო დიახ, თავისი ინტერესი აქვთ თაობები გაზარდონ. ნახეთ, ეს იმდენად ბევრი შემთხვევა მინახავს და მუსწრები ვარ ამის მაგალითად ევროპაში, რომ გული მწყდება, რატომ არ შეიძლება რომ ეს ბავშვები ჩვენთანაც ასე ყველაზე გავრცელებული მითი არის, რომ თითქოს მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება. რასაც ახლა დღეს ზუსტად თემის შემთხვევაში ვნახეთ, რომ ეს რეალურად ნამდვილად მითია, მას ყველაფერი შეუძლია. აი, რას გეტყვით ამის შესახებ? ეს მითია. ეს მითი არის ერთმნიშვნელოვნად მითი, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება, სწავლა, განათლება. ოღონდ ჩვენ ადამიანებს მათ ირგვლივ ვინც ვართ, გვჭირდება მეტი მოთმინება, მეტი დრო. ამ ბავშვებთან არის მეტი დრო საჭირო, თორემ რა თქმა უნდა მათ ეს მითია და ეს უნდა დავამსხვრიოთ. ნამდვილად, კიდევ არის ასეთი მითი, რომ მათ თითქოს სწავლა არ შეუძლიათ, მაგრამ აი ისევ თემოს შემთხვევას მოვიყვანო, იცის თემო, კი, დავწუნდით დღეს, თემო ითვლის, წერს, კითხულობს, მღერის, კი. აი, რას გეტყვით ამ მითის შესახებ? უნდა დავანგრიოთ ეს მითი. აუცილებლად. ძალიან ხშირად გაგვიგია აი ბევრს ვთქვამს, რომ აი მათი განვითარების შეფერხება მშობლის ბრალია. აი ამაზე რას გვეტყვით? მე აი ინტერნეტიდან ამოვიღე ყველაზე ხშირად დასმული კითხვა და განწყობა. აი რას გვეტყვით ამის შესახებ? ეს ითვლებოდა სამწუხაროდ ასე რაღაც გარკვეული პერიოდი, რომ ასაკთან დაკავშირებული იყო ეს მიდგომა, რომ თუ მშობლები იყვნენ ხანდაზმული, ხა ჩვენ მიანები წერთ ხანდაზმულ ორსულს 30 წლის შემდეგ, ხო? რატომ? ნუ ასე ითვლება, დიახ. და მით უმეტეს თუ პირველმშობიარეა. ეხლა თუ პირველმშობიარე წყვილი არის დაუშვათ სადღაც 40 წელს მიწეული და მეტი, რა თქმა უნდა, იქ უკვე ისმება საკითხი, იქ უფრო ნაადრევადაც ვიწყებთ მე კვლევას, 8-9 კვირიდანაც კი ვიწყებთ იმ გენეტიკურ ტესტებს და სკრინინგ ტესტების კვლევას, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს მითია. მშობლები არაფერ შუაში არ არიან. ეს რა არის დაუნის სინდრომი, როგორც თქვი, ეს არის გაურკვეველი გენეტიკური მოვლენა. ჩვენ არ ვიცით რა ასაკის ორსულთან შეიძლება დადგეს იგივე პრობლემა. ეს პრობლემა დგება ნებისმიერ რასაში, ნებისმიერი სოციალური ფენის ოჯახში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მითია. მშობლები არაფერ შუაში არ არიან, ასაკი არაფერ შუაში არ არის. ანუ გამოდის, რომ თითქმის ყველაფერი, რასაც ვიგებთ, არის მითი. დიახ. თქვენ შეგიძლიათ ეს თქვათ? დიახ და სამწუხაროდ ძალიან ცუდი გავლენა აქვს ამ მითებს ადამიანის ფსიქიკაზე, ოჯახების შემდეგ განვითარებას, ამ ბავშვების მოვლის საკითხთან დაკავშირებით ძალიან ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს მითები, იმიტომ რომ საზოგადოება უნდა გაიზარდოს, ცნობიერება უნდა გაიზარდოს. როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების გაზრდა? როგორ უნდა მოხდეს ის, რომ მაქსიმალურად აი ეს სტიგმა სამუდამოდ, საბოლოოდ მოიხსნას? და სტიგმა აღარ იყოს დაუნის სინდრომი, რომელიც არის მდგომარეობა, ეს არ არის დაავადება და ეს ბავშვები არიან მართლაც გამორჩეულად კარგები. აი როგორ უნდა მოვიქცეთ? ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ბავშვები. ამ ბავშვებს აკლიათ რა? მიმღებლობა. თუ ჩვენ ამ ბავშვებს მივიღებთ, ძალიან ღრმად და ჩაუფიქრდებით მათ ფაქის სულს, ჩვენ აუცილებლად მიხვდებით, რომ ეს ბავშვები არიან ძალიან ღრმა ადამიანები. ამიტომ შიში იმისა, რომ აქ დაუნის სინდრომით ბავშვი გაჩნდა, ეს არის
მიუღებელი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასეთ შემთხვევაში მედიას. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასეთ შემთხვევაში თუნდაც ექიმებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გავავრცელოთ სიმართლე ამ მდგომარეობის შესახებ და არა შიში ჩაუნერგოთ ორ სულს და ის შიში რომელიც მას თვალებში უდგას, როდესაც შემოგჯერებია და ჩვენ ეჭვს ვიღებთ რომ აქ დაუნის სინდრომი შეიძლება იყოს, ეს არის არა ექიმები, ჩვენ ექიმები ვართ ფსიქოლოგები და ჩვენ კეთილი უნდა ვინებოთ და ვიყოთ მაღალ დონეზე, იმ დონეზე რომ სტიგმები დავანგრიოთ. ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ჩვენ გადაცემას და აი ვინც ახლა უყურებს არის ფერმძიმედ და სულ ცოტა ხნის წინ გაიგო რომ ის ელოდება პატარა მზის შვილს, ის ელოდება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს. რას ურჩევთ? აი ასეთ ფერმძიმეებს რას ურჩევთ? და ის თქვენი რაღაცა ჯადოსნური დამოკიდებულება ორსულებთან რაც გაქვთ, აი მოდი გადავწოთ მათაც და უთხარით, აი რა იქნება თქვენი მხრიდან რჩევა? ჩემი მხრიდან რჩევა არის ის, რომ მის სულში ცხოვრობს მზის სული პატარა, რომელიც მოევლინება ამ ქვეყანას განსაკუთრებულ სითბოს, განსაკუთრებულ სიყვარულს მიანიჭებს. ამ ბავშვებს რომ სიყვარულის მინიჭება შეუძლია, ეს არ შეუძლია, მართლა არავის. დღეს დავწუნდი მე პირადად დღეს რაც ვნახე და არა მარტო დღეს, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს თემამ ძალიან აგვაღელვა. ძალიან აგვაღელვა და აი კიდევ სხვანაირად დაგვანახა ეს ბავშვები. კი, რეალურად დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ამ მდგომარეობას, ეს მდგომარეობა არის მართლაც გამორჩეული. ამ ბავშვებს თუ სწორად მიუდექით, შეუძლიათ ყველაფერი. შეუძლიათ იყვნენ სრულფასოვნები და მე მგონი ამით მართლაც არ მინახავს ამდენი სითბო ბავშვისგან, ამდენი სიყვარული, რაც დღეს ჩვენ პირადად ერთად ვნახეთ თემოს მხრიდან. უჩქვიანესი თემოს მხრიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ლაპარაკობს, წერს, კითხულობს, მღერის, ცეკვავს, გვეფერება და ვფიქრობ, რომ აი მართლაც ერთადერთი რაც უნდა გავიაზროთ, გავითავისოთ არის ის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ ბავშვებს ადაპტაციაში გარემოსთან. დანარჩენს თვითონ იზამთრებს. რა თქმა უნდა. კი, და ბელა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. აი იმ საოცარი დამოკიდებულებისთვის, რაც გაქვს თითოეული პაციენტის მიმართ, მადლობა შენი პროფესიონალიზმისთვის, ჩემ გარშემო მე მგონი ადამიანი არ არის, ქალი არ არის, ვინც ბელას პაციენტი არ არის, ყველა ერთმნიშვნელოვნად, აი ასე ერთნაირად ემადლიერებოდეს ექიმს, მართლაც იშვიათად მინახავს და გამორჩეული ხარ. გამორჩეული ხარ და დიდი მადლობა ამისთვის, მადლობა დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის და მე აუცილებლად უნდა უთხრა მაყურებელს, რომ ქალბატონი ბელა კიდევ იქნება ჩვენი სტუმარი, ოღონდ ძალიან საინტერესო, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემით და ინოვაციური თემით, რომელიც ერთ-ერთმა პირველმა დანერგა საქართველოში გინეკოლოგიაში. ასე რომ დიდი მადლობა ქალბატონო ბელა და მომავალ შეხვედრამდე. ძალიან სასიამოვნო იქნება. თქვენ კი გემშვიდობებით შემდეგ ხუთშაბათამდე. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენ.